მოგესალმებით, დღევანდელი მინი ჩართვა კიდე მინი ლექციის სახით, როგორც ყოველთვის, რადიატორების დაერთების მიმართულებები, ხო? უპირველეს 100%-იან ეს უნდა დავიმახსოვროთ კიდე, ხო? ეს ბევრი რაღაცა მიდის უგებჟელობა, ხო? რომელი დაერთება ჯობია, ხო? დარიდურიო, ხო? რომელი მხარე ჯობიაო, დიაგონალე. დაუსვათ წერტილი. ვინაიდან უკვე ლაბორატორიული გამოკვლევებითაც და უკვე დიდი ხანია უკვე დამტკიცებული, რომ ფაქტიურად ტემპერატურული ნაპორის შეთავსებით უпростоრად მისი ფაქტიური მხარე რადიატორის, რადიატორის ფაქტიური მხარე დამოკიდებული არის პირველი ეგრეთ წოდებული მიწოდება ტემპერატურაზე, უკუსლა სხვაობა ეს არის ეგრეთ წოდებული ტემპერატურული ნაპორი, ამას ქვია ზუსტად ტემპერატურული ეგრეთ წოდებული დელტა T, პირველი ტემპერატურული ნაპორი, აი ზუსტად ამას რა ქვია ასახავს, შემდეგ მისი ფაქტიური სიმძლავრე და შემდეგ უკვე მისი ხარჯი. ამასობაში გამოთვლებით კალკულატორებით რო ვითხოვნე, ხო, დელტა T 70-ზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ენაზე 110 გრადუსი უნდა შევიდეს და 70 გრადუსი უკუსა უნდა იყოს. რაც არის ფიქცია, ესე იგი აქედან აპატია რადიატორიდან ამასობაში ეს თეორიული მხარეს გვექნება კიდე ჩართვაში, ხო? იმიტომ რომ აი საომაროთაც პრინციპში უკვე დაიგეგმება, აუცილებლად დაგვეგმა მე ამ თეორიულ მხარეს, თეორიულ მხარე ყოველთვის უნდა ვისაც გაინტერესებს, რა თქმა უნდა, დახვეწოთ, ხო? რა აი ნებისმიერი გამოკვლევის სახეთაც თუ ჩავატაროთ, რა სიმძლავრის გამოცემს ესა თუ ის რადიატორი, ვინაიდან მის დამოკიდებულება არის კიდევ ჯერ ვიზახე კონვექციაზე, კონვექცია ქვია ზუსტად ამ სიმაღლეზე და ზუსტად კონკრეტულ მიმართულებაში ერთჯერადად სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ოქროს, ხო, ეგრეთ წოდებული სტანდარტი, ეს არის 15-დან 20 სანტიმეტრის შუალედში, ანუ 15-ის ზემოთ შეგვიძლია 20-მდე ნებისმიერი 15, 16, 17 და ასე შემდეგ 20 სანტიმეტრი და არა ქვემოთ 15 სანტიმეტრის ქვემოთ კონვექცია არის უკვე დეფიციტში. ამიტომ ეს უკვე დიდი სხვაობა გვექნება ტემპერატურის, ვინაიდან მე ვიზახით ხოლმე, ხო, რადიატორის ზემოთ ცხელია, ქვემოთ თბილია, ამასობაში ასეთი სხვაობა არ უნდა იყოს, ვინაიდან ფაქტიური სხვაობა რა თქმა უნდა უნდა იყოს, იმიტომ რომ მისი დანიშნულებაც ესაა, შევიდა ცხელი წყალი, გაცივდა და დაეშვა ქვემოთ. თერმოსტატიკური მართვა, ეს არის უკვე ეგრეთ წოდებული გამზადება, ვინაიდან უკვე, ხო, არსებულ პროექტში მიმართულება უკვე მოდის აი ეს ეგრეთ წოდებული უკვე ტრანზიტი მაგისტრალები და დაერთებაც გვექნება თერმოსტატიკური მართვით, ამასობაში თერმოსტატიკური მართვა კიდევ ეჯერ მრავალჯერ არის აქტუალური დაზოგეთ 1, კომფორტი 2, ვინაიდან ტემპერატურა საერთოდ არსებულ სივრცეში, ვინაიდან არის უკვე საძინებელი, ეს საძინებელი იქნება გამიჯნული ქვია, ვინაიდან კარები გვაქვს, ესე იგი იქნება გამიჯნული და აქ მინდა 18 გრადუსი. ამას მე ვერანაირად ვერ გავაკონტროლებთ, გარდა ერთისა, თერმოსტატიკური თავაკი რადიატორზე, რომლითაც მიუთითებთ ჩვენ ზუსტად იმ არსებულ ფიქსირებულ 18 გრადუსს და ის ამ 18 გრადუსს არსებულ ოთახში აღიქვას და იკეტება. ასეთ ამიტომითაა, ხო, ეს ეგრეთ წოდებული უკვე რკალი, ხო, ფაქტიური მხარე აი ჩვენი მიმართულებების ამასობაში ეყრდნობა ზუსტად აი არსებულ უკვე ასპექტზე, ხო? ანუ ერთი, აი ზუსტად აი ესე მოედინება უკვე მაგისტრალები 2, აი ზუსტად პირველი გვექნება ეს მხარეზე, კოლექტორული სისტემა გვექნება. საქვაბის სამაროთას ვიხილავთ 1, აი ზუსტად 2, ყველაზე ხო, ტანჯული. სამუშაოა ესაა და განსაკუთრებულად მაშინ როცა უკვე დასმული არის და კომუნიკაციები ხდება ასეთი მიმართულებების, ხო? ირადად საკუთარ ფარში ასეთი მიწევს ხო სიურპრაიზი არის, ვინაიდან სიაშკა დასმულია და მაგისტრალები ინჟინერული კომუნიკაციები რა თქმა უნდა არაა გაკეთებული. ასე სიურპრიზებსაც ვიკეთებს ხოლმე, ხო, შემდგარი კომპანიები სამწუხაროდ, ჩვენთან სამწუხაროდ. კუხნის სექტორი, აქ უკვე კი ბატონო შესაბამისად დანაკარგები ვინაიდან შუალედია და ერთადერთი ფაქტიური დანაკარგები გვაქვს აი ეს პატივცემული კედელი. და ამიტომ მინიატიური რადიატორი, მაგრამ თერმოსტატიკური მართვით, ვინაიდან აქაც შეგვიძლია შეიძლება შეგვაწუხოს. სხვადასხვა ვიხილავთ აქ კაი გამოგონება იქნება ამასობაში და მოგონებაც არა, ამასობაში ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორი. აქ არაფერი მოგონება არა, ვინაიდან ეს პატივცემული. ეს არის ეგრეთ წოდებული საკონდენსაციო, ხო? ეს საკონდენსაციო არა, კონდენსატის ეგრეთ წოდებული წვეთოვანი, უბრალოდ კონდიციონერი, რომელიც ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორით უნდა იყოს დაერთებული სანიტარული ნორმით. მას კავშირი არ უნდა ჰქონდეს არც კანალიზაციასთან, არც რაღაცა გაუკვირველი სახის მაგისტრალთან. აი როგორც ყოველთვის, ხო, ყველა გზა მიდის საითოდავით. რიმისკენ ამასობაში ჩვენ დრო შედის აი იქით, საქვაბისკენ. მაგრამ ჯერჯერობით იქიდან გამოვყვებით. ეს სექტორი საგარდიობი იქნება, აქ არაფერი არ გვექნება. აი ეს სექტორი უკვე, ამხელა ხო, ამასობაში შრომატევადია, რა თქმა უნდა, 3D, ვინაიდან ჩემთან გასაკვირად, კაი ჯანსაღის სიაშკაა. იშვიათობა არის სხვადასხვა, იმიტომ რომ ნახევარ შალე ესე დაასხა, იმიტომ რომ სულ ამ სექტორის მნიშვნელობით ატბოინიკით იმუშაო, მოსწრება არის, რატომაც არა კაია. და შემოსასვლელში ვინაიდან კარები, დანაკარგები ყოველთვის გაქვს, ვინაიდან გასვლა, პადიეზია, გავაღეთ, შემოვაღეთ, ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს ეგრეთ წოდებული, ხო, ამას ქვია ზავესა, ხო, ჩვენ ტერმინოლოგიაში, ვინაიდან გავაღეთ, გავკეთეთ, ამასობაში ეს დანაკარგები ისედაც უნდა ავინაზღაუროთ, ვინაიდან გამავალი კედელია გარეთ. ამიტომ მაგას მინიატურული, მაგრამ თერმოსტატიკური მართვით. არ იქნება
აუცილებელი სტატუსი მისი მუშაობის ფუნქციონალისა გაითიშება. რატომაც არა? სველი წერტილები, ამასაც ვიხილავთ უკვე იატაკის გათმო გვექნება, აქ არსებულ ფარში გვექნება დასადგმელი ეგრეთ წოდებული ვანა, ინსტალაცია და ამას ყველაფერს ვიხილავთ, მაგრამ იატაკის გათმობის კონტური. ეს ყველაფერი აი ესე იქნება, ხო, როგორც ნეპროფესი იქნება აქაც, ვინაიდან აი ამ სექტორში უნდა შევიდეთ შიგნით, ცალკე იქნება ეს სექტორული მართვა. აქაც პრინციპში ფიქრობ ჯერჯერობით, ან აქ შიგნით იქნება დეკორატიულები, ან იქნება იქ საქვაბინავე მართვა. სექტორის აქ რაღაცა რო დაშავდეს, ამას კეთავთ არ მთლიან პარტს. აი ეს მეორე ნეპროფესი არის მოდის ბოლოში და აი შემოდის მეორე ვანა ეს პატივცემული არის, ხო? აქედან აიკრიფება ნელა და ეს უკვე არის მესამე დღე ფაქტიურად არსებული პროექტისა, ხო? წარმოიდგინეთ, ხო? აი ეს კიდევ ერთი საძინებელი აქაც შესაბამისად, ვინაიდან გამავალი კედელი არის, კედელი ეს უკვე შუა კედელია, ვინაიდან ეს არის მომიჯნავე ჩვენი საკუთარი ფართისმე და ეს არის როგორც აისახა უკვე მეორე საძინებელი სამაზობაში, ერთი ფანჯარა, ერთი კედელი გამავალი და ნაკრაკები. თერმოსტატიკული მართვი, დაბალ ტემპერატურაზე ჯობია, ყოველს ამას ვიზახი ხოლმე, რომ ნებისმიერ რადიატორი მუშაობა, მაგრამ ამასობაში ბერჯერ მithქვია, ხო, ამის სახია, როგორ გამოვითვალოთ ისე რომ რადიატორი ქვერეშ ჯანსაღი ამას ამასობაში შეიძლება უკვე 4 ეგრეთ წოდებული სექციას ეკოს, მაგრამ ტემპერატურაზე, მაღალ ტემპერატურაზე თუ უნდა ამუშაოთ, მაგრამ ამასობაში აი ამ არსებულ მიმართულებაში როცა გვაქვს გასაკუთრებულად მაშინ როცა გვაქვს საკონვექციო და არა საკონდენსაციო კვაბი 40 გრადუსის ქვემოთ არ უნდა დავეშვოთ და ამასობაში 40 გრადუსზე ეს არსებული რადიატორი უკვე ფაქტიური მსითბოს მოხსნეს და თან ამასობაში თერმოსტატიკული მართვით. კიდევ ჯერ ვიზახი, ხო, ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი, აი ეს ოქროს სტანდარტი ძირიდან სუბთან ორით მოპირკეთებით ითვლება 15-დან 20-ის ჩათვლით. 15, 16, 17, 18, 19 და 20 სანტიმეტრი, რომელიც გინდათ აირჩიეთ. ხო? არა ქვემოთ. კონვექციის მაჩვენებელი, ორი მაჩვენებელია. კიდევ ჯერ ვიზახე რადიატორისა, ეგრეთ წოდებული პირველი ეს არის კონვექცია და შემდეგ უკვე ანარეკლი გამოსხივება, ხო? ვინაიდან უკვე ის უკვე გამოსხივებას ნახორციელებს თბურ, ეგრეთ წოდებულ გამოსხივებას, მაგრამ მისი პოტენციალი არის 10%, მაგრამ 90% წარმოიდგინეთ არის კონვექცია. მაგიტომაცაა მოწყობილი რადიატორი ზუსტად განსაკუთრებულად სექციური და არა მარტო სექციური პანელურის კონვექციის მაჩვენებელზე. შევიდა ცივი, გათბა გამოვიდა გარეთ. კონვექციის მაჩვენებელი კიდე ზუსტად ამ ტემპერატურულ ნაპორზე არის დამოკიდებული, წარმოიდგინეთ რა დიდი ტემპერატურა იქნება, მით უფრო დიდ წრეს შეკრავს კონვექციის მაჩვენებელს და ტრიალებს წრეში ქვია, აი ტრიალებს პრინციპში ზუსტად ასე წრესი კონვექცია ქვია ამას, ხო? აი ზუსტად გადაადგილება ხორციელდება მუდმივი. ესეთი რაღაცა მინიატურული ჩასახმაც გამოგვივიდა, ხო? თუ როგორ და ამასობაში ესეც უკვე კიდევ ეჯერ ავსახავ ხა ამ პატივცემული დიდი რა ქვია მაღალი რადიატორების დამონტაჟება რა საკითხი უნდა გახორციელდეს არსებულ უკვე მონაკვეთებზე 1 + 1 კედელზე. ეს მარლეზონის თეატრის როგორც ყოველთვის მეორე სერია. მიმართულებებში რას დაგვემატა, აი ეს. რას ქვია ამას? თქვენაზე ამას ქვია ჯიბე, აი ეს. შეიძლება რომ აქ დატოვებული და არაფერს მომცემი არაა ვინაიდან როცა მოისება ერთი სივრცე გვექნება ერთი სიბრტყე განსაკუთრებულად იმისთვის რომ აი ეს პატივცემული ორიცალე მეტრო 80-იანი რადიატორები ლამაზად კოხტად უბრალოდ აი დამონტაჟდეს აი აქ ერთი ამიტომ მოგის ზომაში გამაგრებული იქ თავხრიდან ეგრეთ წოდებული ბრუსითაა გამაგრებული ხო რეიკით იმედა ხით და თამამად შეგვიძლია სამაგრის სარეგულირო სამაგრებს ვიყენებთ 1 + 1 როგორც ყოველთვის გასვოს დაბალ ტემპერატურიან სისტემა, აი აქ ზუსტად აი ეს სიბრტყე იქნება ერთი, აი ზონა უბრალოდ აი ზონის სიბრტყე იქნება ერთი. ერთი სივრცე არა, ერთი სიბრტყე, კი ბატონო. განზომილებაში ვინაიდან ერთ სივრცეში და ეს სიბრტყეში იქნება ორი ცალი რადიატორი ლამაზად. ეხლა ეს არსებული რადიატორები ამასობაში ამ შემთხვევაში კიდეც გვეძლევა საშუალება, ვინაიდან შეგვიძლია, ხო, აი ვერტიკალი, ხო, ეგრეთ წოდებული ზემოთა, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს ამას ქონდა ხო რა ერთხელ პოსტები დადებული, ბოლოს ყველაზე ეფექტური დაერთება რა არის? ყველაზე ეფექტური დაერთება ფიზიკა მასაჩვენა და ამასობაში ლაბორატორიულ გამოკვლევებითაც ლაბორატორიული გამოკვლევები, ამასობაში ლაბორატორიული გამოკვლევები ყველაზე ზუსტია, ვინაიდან იქ დგინდება ხო იმიტომ რომ ხა პირობები არის მრავალი, აი ზოთ ლაბორატორიულად ეს პირობები არის გამოკვლეული, რომ ეგრეთ წოდებული დიაგონალი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნილება ზემოთა დაერთება ეგრეთ წოდებული შესვლა, ხო? ზემოთ უნდა ქონდეს და გამოსვლა ქვემოთ ეს არის ყველაზე იდეალური, ვინაიდან მთლიანად ივსება რადიატორი. ამ შემთხვევაში, ხო, დამონტაჟზე ხარ თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, ქვემოთა
და ზემოთა რა იქნება ხო ახლა ბევრი თვის მიწვიში რომ ამასობაში იქნება არაფერი ვინაიდან ცხელი წყალი მიისრაფის ზემოთ კი ბატონო მაგრამ ამასობაში იქნება ეს ზუსტად ხო რადიატორი გოლი რო არის გამთბარი თავის რესურს გვაძლევს ხო ის დადგმის სიმძლავრეზე არის გათვლილი ტემპერატურული ნაპორი არ გავიწყდება ხო ეგრეთ წოდებული უკვე ფაქტიურად რაც გჭირდება რო ადგენთ ხო რაც გვაძლევს რაც სიმძლავრეს გვაძლევს რადიატორი სხვადასხვა ამას მექნება პოსტი ეგრეთ წოდებული ტემპერატურის სხვაობა დელტა ტ შესვლა სხვაობა გამოსვლა ეგრეთ წოდებული აბრატკა, შემდეგ ტემპერატურული აი ზუსტად ამას ქვია ტემპერატურული ნაპორი 70 გრადუსზე ის როცა მონაცემები ეს არაფერს მომცემი არა, ვინაიდან ზუსტად ფიქსირებული ტემპერატურაზე იქ დელტა ტ როცა არის მიეთებული 70 გრადუსზე ეგრეთ წოდებული ტემპერატურული ნაპორი 70 გრადუსი, თქვენ წარმოიდგინეთ არის სხვაობა 180 გრადუსი, ხო? წარმოიდგინეთ ეს არის 110 გრადუსი ეგრეთ წოდებული მიწოდება და 70 გრადუსი უკუსვლა. გვაქვს სისტემები ეს არის ფიქსია. ამიტომ 50 უმეტეს შემთხვევაში 50-55 ტემპერატურული ნაპორი შემდეგ მისი ფაქტიური ეგრეთ წოდებული უკვე სიმძლავრე და შემდეგ აი მორი მაჩვენებლით არის ეგრეთ წოდებული ხარჯი. ამიტომ აი ეს მონაცემებით არის ეგრეთ წოდებული პადაშა ზემოთ დიაგონალზე ეგრეთ წოდებული აბრატკა ქვემოთ 100%-იანი მონაცემები რადიატორმა რაც უნდა მოგცეს გამოსობაში დადგმ ტემპერატურულ ნაპორზე კი ბატონო ის სიმძლავრეს ავითვისეთ. მაგრამ როცა არ არის ამის აუცილებლობა და უნდა ავწიოთ ზემოთ ხო ამასობაში დამოვანგრიოთ თუნდაც ახლა ამ შემთხვევაში გვეძლევა ამის საშუალება ვინაიდან შეგვიძლია მოვაქციოთ ხო აი ხო მოგცევა ამას ქვია რომ აი მილ შეგვიძლია უკვე ეს შემოვიყანოთ და ლამაზად ეგრეთ წოდებული მით უმეტეს ამასაც ვიხელავთ უკვე ხო მე ვთქვი უკვე რომ უკვე ახალ პროექტებიდან მოყოლებული ყველა ჩემი დაბოლოება ხო რადიატორების იქნება 90 გრადუსზე მუხრებს გამოვიყენებთ პრეს კი ბატონო ამასობაში გავიხარჯებით მაგრამ ამასობაში იქნება ზუსტი გამოსვლა სუფთა გამოსვლა განსაკუთრებულად საშობებზე ამიტომ ამასაც გავითვალისწინებთ ამასობაში ამ შემთხვევაში კი მოგვისმოდა საშუალება მაგრამ ამასობაში მაინც ზემოთ უნდა იყოს ამოსული მილი რატომ იმიტომ რომ თერმოსტატიკური თავაგი დავაყენო და ტემპერატურის მაჩვენებლით ვარეგულირებო ამასობაში არაფერი არ იცვლება ქვემოთა ზღვარსა და ზემოთა ზღვარ შორის არის 1 გრადუსი განსხვავება ხო ამის კორექტირება პრობლემას არ წარმოადგენს ამიტომ ფიზიკურად გვიქნება დაერთებული ქვემოთა მაგრამ ეს ვიზუალურად იქნება ქვემოთა, ხო, ფიზიკურად ამას ქვია, მაგრამ ამას უბრალოდ ვიზუალურად, მაგრამ ფიზიკურად იქნება ეგრეთ წოდებული დიაგონალი, ზემოთა, ქვემოთა. ვინაიდან აი ეს ასოებული device-ის, ხო, საშუალებით რასაც ქვია ეგრეთ წოდებული, ხო? ხო, აი ზუსტად ამას ქვია პრინციპში უკვე ის, რაც გვაქვს იმის საშუალებას ეგრეთ წოდებული ჩამკეტი კლაპანი, ხო, ზამბარა, რა ვიცი, ქართულად, ეს ამ შემთხვევაში გვაძლევს იმას, რომ ეს რადიატორი ხო წარმოვიდგინოთ შემოტყიანებული იქნება და ყველა რადიატორი ხო მოწყობილი უკაცრავად ეს მარცხენა იქიდან მხარისა მოით იქიდან მხრიდან გაჩვენებთ ამას ძალიან საინტერესოა ხო მიმართულება ვაგვირდებით ხო აქ თაფლიდან როცა შავა მოეჭირება აი ეს ელემენტარულია ხო მოეჭირება და ეს ნიშნავს იმას რომ აი სულ რადიატორს ფაქტიურად არა სულ რადიატორს აი ამასობაში გაერთიანებული აი ეს ეგრეთ წოდებული უკვე მის სვანაერთ არა მოქცეული აი შუაში აქვს ეგრეთ წოდებული კი მილაკი ჩაყოლებული და აი მილაკით არის დაკავშირებული უკვე ხო მილაკში ტრიალებს წყალი წყალმომატარებელი და შემდეგ გადაცემა ხდება ტემპერატურის ზუსტად აი მასალის მეშვეობით არსებულ შემთხვევაში ბიმეტალი არის ბიმეტალიური ამასობაში ალუმინი პლუს მეტალი ამასობაში ჩაყოლებული არის ახლა სუფთა ალუმინი რო იყოს დაიჭეჭყებოდა ხო როგორც 2-4 ამასობაში ახლა ეს წარმოვიდგინოთ ქვემოთა მხარეა ხო ზამბარით ეგრეთ წოდებული ზამბარით გადაიკეტა ვინაიდან აქედან შემოსული წყალი აღარ გაივლის კოლექტორს ხო კოლექტორს აღარ ეგრეთ წოდებული ტრანზიტით და წავა ზემოთ ამ შემთხვევაში ზემოთ ხო ზემოთ ეხა იქაა მაგრამ რადიატორი შემოტყიანებული არის ზემოთ წავა და განლაგება მიმართულება იქნება ზუსტად ის რაც ავსახე მე წერან დიაგონალი ავიდა ზემოთ და თანაბრად გააცხელა მთელი რადიატორი ვინაიდან გაცივებული წყალი ცხელი წყალი შევიდა ცივდება და ჩადის ქვემოთ და როცა არის პრინციპში შემოსვა ქვემოთ და ცხელი წყალი მიისრაფის ზემოთ მაგრამ ამასობაში კონვექცია ხო ამ შემთხვევაში კონვექციის კანონი მუშაობს მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ზემოდან შედის ცივდება წყალი და ჩამოდის ქვემოთ ამ ფაქტიურად ტემპერატურულ ნაპორზე მთლიანი რადიატორი მუშაობს აი ეს რაღაცა ხო მინი ჩართვითა სამაზობაში კიდე წარმოდგენა შეგვექნება თუ რა სახით უნდა დამონტაჟოს ეგრეთ წოდებული უკვე დეკორატიული რადიატორის უზახე მიმართულებაში მაღალი ხო მაღალი რადიატორები 1.80-იანები რატომაც არა ხო ესეთი მინი ტექსტით როგორც ითქვა პრინციპში როგორ დავაერთოთ დეკორატიული მაღალი რადიატორები თქვენ ენაზე ეს მაღალი რადიატორები ეს არის უკვე 60-ის ზემოთ 80-იანის ზემოთაც ასე ვითხოვდი მე 80-იანი კიდე აი ამ სტატუსით არ შემოდის ხო ამასობაში უკვე 1.80-იანი შეიძლება უკვე კი თამამად ითქვას რომ ეს არის მაღალი რადიატორი ვინაიდან ახლა ამ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ ხო ვინაიდან არის გამოვალი კიდევ ჯერ ვიზახე ფართი შესაბამისად უკვე ხორციელდება ყოველთვის რადიატორების მორგება ამიტომ 1+1 დაბალი ტემპერატურა ვინაიდან გამოვალი კედელია თუნდაც დათმობებული მაგრამ ამასობაში ვამუშავებთ დაბალ ტემპერატურაზე ამაზე კაი და ამას საუკეთესო არაფერი არა ვინაიდან დაგაქცია მაინც ვიტრაჟიდან გვაქვს
მეზობელი ქვემოთ, მეზობელი ზემოთ, კი ბატონო ყავს, მაგრამ ეს არის გამავალი კედელი. გამავალი კედელია და ამასობაში არ ვიცით ხო, ახლა მეზობელი ბოლოს და ბოლოს კი ყავს, მაგრამ ამასობაში გათვება, არ გათვება, მაგრამ ამასობაში პატივად რა ვიცი, ფართი არ თვებოდეს, ეს რაღაც ნონსენსი იქნება. ესეთი მინი ჩავთვით ხო? კიდე ერთ-ერთი როგორც ყოველთვის პრინციპში პოსტები, თუ როგორ ეს პოსტის სათაური იქნება და თუ როგორ დავაერთოთ და დავამონტაჟოთ ეგრეთ წოდებული მაღალი რადიატორები, კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე.